თვითონ რაც შეეხება მოზაიკას, როგორც დარგს, ეს არის ახლა ყველამ ვიცით, რომ სახვითი და ორნამენტული კომპოზიციები არის გაკეთებული პატარა, ერთგვაროვანი, ხელოვნური ან ბუნებრივი ელემენტებით. ეს ელემენტი შეიძლება იყოს კენჭი, თქვათ, ქვა ან რაღაცა ბუნებრივი ნიჟარა და ასე შემდეგ. ბევრი რამე შეიძლება იყოს გამოყენებული. თვითონ მოზაიკას როგორც დარგს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია, ეს არ ყოფილა თქვათ საბჭოთა პერიოდში დაწყებული მიმართულება. მაგალითად, აი რო გადავხედე, ყველაზე ძველი მოზაიკური ნიმუში რაც გვაქვს, ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნის ძველ შუამდინარეთში არსებული მოზაიკა, ასევე ძველის ანტიკური პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, მაგალითად, ძირითადად იატაკის დეკორისთვის გამოიყენებოდა და აი ძველ საბერძნეთსა და რომში მოზაიკა ჩანს უკვე საცხოვრებელ სახლებში, მაგალითად ჩანს შადრევნებში, აბანოებში და ასე შემდეგ. მაინც ძირითადად აი ჩვენ რა სად ვართ ამ შემთხვევაში, ძირითადად მაინც მოზაიკური ხელოვნებამ ყველაზე მეტად ძაფრი ასახვა პოვა ბიზანტიურ ხელოვნებაში და სწორედ აი ბიზანტიის გავლენით შემოვიდა ჩვენთან. ერთ-ერთი ნიმუში აი ამ ბიზანტიური ხელოვნების არის მაინც ბიზანტიური გავლენის ეს არის იუსტინიანეს პერიოდში აია სოფიას შემკობა, ასე ვთქვათ, მოზაიკური ელემენტებით. ეხლა რაც შეეხება საქართველოში როგორ შემოდის, ანუ კი შემოდის ბიზანტიური გავლენით, კარგი იქნება თუ სრულ პანოს გვაჩვენებენ ამ საქართველოში არსებული მოზაიკების. ესე იგი, პირველი რაც შეეხება, კი ბატონო, ანუ პირველი რაც შეიძლება ითქვას, ეს არის ერთ-ერთი ძველი მოზაიკური ნიმუში, ეს არის ბიჭვინთის მოზაიკა, რომელთან წდომა ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს. დროებით, რა თქმა უნდა, და ბიჭვინთის მოზაიკა არის მე-4 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის იატაკი არის და ამ შემთხვევაში არის მოცემული როგორ აგურისფერ იატაკზე არის სხვადასხვა ფერები. ანუ მოზაიკა იმით არის ულამაზესი, რომ ძალიან ბევრი ფერია გამოყენებული. მათ შორის აი ოქროსფერ ფონზე არის თეთრი, შინდისფერი, ყვითელი, შავი. ესეთი ფერის არის. ადგილობრივი მასალა არის გამოყენებული. ზოგ შემთხვევაში ქვები ჩამოქონდათ ხოლმე, მაგრამ ბიჭვინთის შემთხვევაში ადგილობრივი ქვებია გამოყენებული და ადგილობრივი ხელოსნების მიერ არის გამოყენებული. გაკეთებული. ეხლა დავინტერესდი სად არის ეს ბიჭვინთის მოზაიკა, აღმოჩნდა რომ არის გადანაწილებული ორ მუზეუმში, ერთი ბიჭვინთის არქეოლოგიურ მუზეუმში და სოხუმის მუზეუმში, რომლის ნახვის შესაძლებლობა დიდი იმედი მაქვს, რომ გვექნება აუცილებლად. შემდეგი მოზაიკა ცოტა სწრაფად რო წავიდეთ, ბიჭვინთაში წასვლის საშუალება ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ხნით არ გვაქვს, მაგრამ აქვე მცხეთასთან 20 კილომეტრში ჩვენ გვაქვს აი უნიკალური მოზაიკა, რომელიც არის აი რომაული პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოზაიკა, ეს არის ძალისის ულამაზესი მოზაიკა, თან დიდი მოზაიკა და ერთ-ერთი ყველაზე შენახული და გადარჩენილი მოზაიკა არის. ეხლა რაც შეეხება თვითონ ნაქალაქარს, ძალისის სასახლის იატაკის მოზაიკა არის და ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო ძეგლია, იმიტომ რომ მე-3 საუკუნეს ეკუთვნის თვითონ. ეს ძეგლი მოზაიკაზეც გავაკეთებ ამ შემთხვევაში აქცენტს და არის თქვათ იქ სასახლეები აღმოჩენილი, უნიკალური აბანოები, გათბობის სისტემები და ესეთი მდიდრული ვილები, სადაც არის ეს მოზაიკური იატაკი, ანუ რაღაც ძალიან დიდ ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე. და თვითონ აი შინაარსს რო შევხედოთ და გადავხედოთ, აი წარწერაც არის აი ბერძნული, რო გადავხედოთ თემატიკას, ანუ რა თემატიკა არის გამოყენებული, ღვინის ღმერთი, ღვინის ღმერთი დიონისე და მისი მეუღლის არიადნეს ნადიმია ასახული, ასევე არის გამოყენებული, თქვათ, მცენარეების თემატიკა, ყურძენი, აი ვაზის ძალიან გამოკვეთილი თემატიკა არის და ასევე დიონისეს ამალაა ნაჩვენები. მთელი თავისი დიდებულებით და ბრწყინვალებით. ამ მოზაიკის ნახვის შესაძლებლობა ძალიან მარტივად შეგვიძლია აქვე ნახოთ მცხეთიდან 20 კილომეტრი აუცილებლად სანახავი მოზაიკა არის. ეხლა შემდეგი მცხეთიდან გადავინაცვლოთ ხაშურში. ხაშურში არის სოფელი წრომი, სადაც არის მე-7 საუკუნის პირველი ნახევრის მოზაიკა, ანუ წრომის მოზაიკის სახელით არის ცნობილი და მიუხედავად ამისა, დღემდე საკურთხევლის კონქში არის მხოლოდ ფრაგმენტები. აი გამოჩნდა კიდევაც გამიხარდა, რომ მაინც ისეთი ფოტო იყო, რთული იყო ამის ჩვენება, მაგრამ მაინც გამოჩნდა ეს ფოტო, სადაც იყო გამოსახული ასევე აი ამაღლების სცენა იყო გამოსახული და
ერთ-ერთი ბრწყინვალე და მნიშვნელოვანი ძეგლია ამ მიმართულებით. სხვათა შორის წრომის მოზაიკის ფრაგმენტები არის გადატანილი მუზეუმში, რაც არის ძალიან საინტერესო. ჩვენი ჯანაშიას მუზეუმში, ანუ ხელოვნების მუზეუმში არის გადატანილი და აი ამ ძველი მოზაიკებიდან, ასე ვთქვათ, გვირგვინია ჩვენი მოზაიკური, საქართველოს მოზაიკური ხელოვნების, მაინც ეს არის არ შეიძლებოდა ამის არ მოტანა გელათის ცნობილი მოზაიკა. დღეს არ ვიცით ახლა ეს მოზაიკა როგორ გამოიყურება, ითვლებოდა რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შენახული მოზაიკა 1025-1030 წლების დღეს სამწუხაროდ დიდი საფრთხის ქვეშ არის და როგორც დადასტურდა კედლიდან 21 სანტიმეტრით არის ეს მოზაიკა დაშორებული, რაღაც სამუშაოები ჩაუტარდა რომ არ ჩამოვიდეს სანტიმეტრით. ხო მე არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად, მაგრამ აი აბსოლუტურ კატასტროფასთან გვექნება საქმე ეს ასეთი მოზაიკა. და მან ამბავი არის კიდე ის, რომ მოზაიკის და ზოგადად ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა, ხო, როგორც გელათშია, წარმოუდგენელი ამბავია, საერთოდ მე ისეთი მონუსხული სტუდენტების სტუმრები ძალიან ბევრჯერ ყავს მანახი უშუალოდ ამ მოზაიკის წინ. ეხლა რით არის ეს მოზაიკა განსაკუთრებული მოვლენა? კი ვამბობთ, რომ აი ბიზანტიის გავლენით არის ჩვენთან შემოსული, მაგრამ რაც შეეხება მხატვრული გადაწყვეტით, როგორც ხელოვნებაცოდნეებისგან ვიცი, არის წმინდა წყლის ქართული მოვლენა და რატო არის ქართული მოვლენა? პარალელი იმ პერიოდის სოფლიოში ამ ტიპის მოზაიკას არ აყავს და რატომ? თუ მაგალითად აი ბიზანტიურ ხელოვნებაში მარიამი, თავისი ყრმა იესოთი არის გამოსახული ფრონტალურად, ანუ მკაცრი რელიგიური დოგმით, გელათის მოზაიკაში ოდნავ მარჯვნივ არის შემოტრიალებული და ამ გაგებით ეს არის პირველი და გაბედული გადახვევა ბიზანტიური ტრადიციისგან. ეს არის აბსოლუტურად ქართული მოვლენა და გარდა ამისა სახის ნაკვთები და გამომეტყოლება არის ქართული ნაციონალური ნიშნის-შემცველი და წარმოიდგინეთ აი როგორი მნიშვნელოვანი ძეგლია იმ პერიოდის და დღემდე ყველაზე მეტად შენახული უაღრესად შთამბეჭდავი მოზაიკა. სწორედ ეს მოზაიკა და მისი მდგომარეობაც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვტკივა გელათის ტრაგედია ასე ძალიან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ფრესკებთან ერთად ჰაერში დაკიდებული ეს უნიკალური მოზაიკაც არის ყურადღებას. ნამდვილად ასეა. ეხლა ამ 4 მოზაიკის მერე, ანუ მოზაიკის მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს ძველი პერიოდიდან, უკვე გადავიდეთ საბჭოთა პერიოდის მოზაიკებზე. უბრალოდ საბჭოთა პერიოდში მოზაიკა გამოიყენებოდა როგორც პროპაგანდის იარაღი და რა განაპირობებდა ამას? პირველი, ეს იყო მასშტაბი მოზაიკის, ის იყო გამძლე და ძალიან მკაფიო მესიჯებს იძლეოდა მთელი თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე და მოზაიკებზე იყო გამოსახული თემები, მაგალითად იყო შრომა, იქ საბჭოთა მოქალაქის ბედნიერი მომავალი, ასე ვთქვათ და იყო ძალიან არ არსებობდა მაგალითად ქალაქი, სოფლებშიც კი ძალიან აქტიური იყო, ძალიან აქტიურად იხარჯებოდა ფული ამ მიმართულებით. ეხლა ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მოზაიკაში, რაც მახსენდება, დავიწყებ იმით, რომ ეს არის რუსთაველის მეტროს მიმდებარედ ეგრეთ წოდებული ზემელის მოზაიკა, რომელიც დღეს არ გვაქვს, მაგრამ თბილისელებს აუცილებლად ეხსომებათ. შეგვიძლია ვნახოთ ეს მოზაიკა, ნახეთ 1982 წელს გაკეთებული მონუმენტალის მალხაზ გორგაძის მიერ გაკეთებული მოზაიკური პანო იყო, ძალიან ლამაზი, სხვათა შორის რამე ისეთი იდეოლოგიის შემცველი არ იყო ნამდვილად, მაგრამ რაც თითქოს ქუჩის ხელოვნების ნიმუშია ეს კონკრეტული. 2000 წელს ზუსტად ეხა წელი არ გწერია, მაგრამ დაახლოებით არის 2000 წელი, როდესაც რუსთაველის ქუჩის გაფართოების დროს განხორციელდა მისი დემონტაჟი. ანუ სამწუხაროა ის, რომ ამ მოზაიკის გადატანა არ მომხდარა. ის პირდაპირ შეუძლებელი იყო ფიზიკურად და ტექნიკურად, ტექნიკურად არაფერი არ იყო შეუძლებელი და ნება არ იყო. კი, არ ჩაითვალა საჭიროდ. რადგან რუსთაველის მეტრო ვახსენეთ, იქვე გავიხსენოთ ყველაზე ჩემთვის განსაკუთრებული მოზაიკა არის მეტროპოლიტექნიკურის მოზაიკა და მეტროპოლიტექნიკურს აქვს 2 ამოსასვლელი, თვითონ 1979 წელს გაიხსნა და ავტორები აუცილებლად უნდა ვახსენოთ თორდია ტაბიძე ხარებავა, მათი გვარები
იქვე არის გამოსახული და კი ბატონო, ორივე მხარეს არის გამოსახული სხვადასხვა თემები, მაგალითად თემები არის გადანაწილებული, ბუკიას ბაღის მხარეს არის სპორტი და მეორე თემა რა არის ტექნიკა, ხელოვნება და სპორტი და აქეთ კიდე შრომა და სწავლა არის გამოსახული. ხა დეტალები რო ავგნიშნოთ, თვითონ აი თორდიას ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, 26 ფერი არის გამოყენებული ამ მოზაიკისთვის. გარდა ამისა, აი სმალტის ტექნიკა ყოფილა გამოყენებული, რომელიც ნიშნავს მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული შუშა არის, რომელიც იყო ძალიან კაფიო ფერები, თვალსაჩინო და საბჭოთა პერიოდში ითვლებოდა ყველაზე ძვირადღირებულ მოზაიკურ ნიმუშად. და რა არის გამოსახული, ხა რას ხედავთ? ყველა ადამიანი არის შრომის პროცესში, მაგალითად, აი სპორტის მხარეს ჩვენ ხედავთ ჭადრაკის დედოფალს ნონა გაფრინდაშვილს, მოზაიკა 1979 წელს გაკეთდა და ამ პერიოდში ნონა გაფრინდაშვილი უკვე 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო და გარდა ამისა ჰქონდა 78 წელს საერთაშორისო დიდოსტატის ტიტული კაცების კატეგორიაში. მე არავის არ ქონდა მაშინ საბჭოთა კავშირში ეს ტიტული და ამის ასახვა მოხდა აი ამ მონუმენტებზე. პრინციპში ეხა ალბათ ათასობით მგზავრი ისე ჩაულის ამ მოზაიკას, რომ დიდად არც აქცემენ ყურადღებას და კარგი იქნებოდა ალბათ რომ რაღაცნაირად პანოს შესაბამისად ან ამოგვენათებინა, ან რაღაცა მნიშვნელობა მიგვენიჭებინა, იმიტომ რომ საოცარი ფერები არის მართლა და თავისი შინაარსით ძალიან საინტერესოა. იქ არის მფრინავი ცხენები, სხვადასხვა ტექნიკა და პროგრესია ნაჩვენები, რითაც პრაქტიკულად მაშინდელ საბჭოთა მოქალაქის ბედნიერ ცხოვრებას, ანუ პროგრესზე ორიენტირებულ ცხოვრებას გამოსახავდა სინამდვილეში. ეხლა რაც შეეხება სხვა მოზაიკას, აი მოზაიკის კონკრეტულ თემას განსაზღვრავდა იმ შენობის ფუნქცია, სადაც ის იყო გამოსახული და ერთ-ერთი ასეთი მოზაიკა შეგვიძლია ვნახოთ ორთაჭალის ავტოსადგურის მოზაიკა, რომელიც არის 1973 წელს გაკეთებული, აი ძალიან ორიგინალური მოზაიკა არის. აქ რაც შეეხება მაგალითად შინაარს, რა არის გამოსახული? ბევრი ბორბალი, სხვადასხვა ზომის, თქვათ, მანქანის დეტალები, არის ფერებიც არის განსაკუთრებული, აი წითელი ოქროსფერი. ორთაჭალის ავტოსადგურია. ავტოსადგური. კი და იდეოლოგია, ანუ უნდა ეჩვენებინა მოზაიკას, რომ აი საბჭოს სოციალისტურ სისტემას ადამიანები მიყავს პროგრესისკენ, აი ძირითადად თავარი მესიჯი ამ მოზაიკის იყო ეს. სხვათა შორის ასეთი მოზაიკები დღეს, როდესაც პროპაგანდის ობიექტი, ასე ვთქვათ, არ არსებობს, ძალიან კარგი იქნებოდა ამ მოზაიკების შენარჩუნება და რაღაცა სტატუსის მინიჭება. ბევრი მათგანი ნამდვილად წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს. შემდეგი თემატური პანო გავაგრძელოთ, ავტოსადგურიდან გადავინაცვლოთ სახანძრო სადგურში, რომელიც არის საბურთალოზე, აუცილებლად გეცოდინებათ ეს შენობა. ეს არის 1979 წელს გაკეთებული მოზაიკა, სადაც ცენტრშია მეხანძრის დიდი ფიგურა. ეს სახანძროსთან არის ცინცაძეზე, კი ბატონო. და საინტერესო რა არის, მეხანძრე და მშრომელი ეს არის როგორც გმირი და უკანა ფონზე ჩანს ხელოვნების ძეგლები, მაგალითად ოპერის შენობა ჩანს, სტადიონი ჩანს, ეს სპორტის სასახლეა, ხო ეს. კიდე ერთგან ფრაგმენტში მეტეხის ტაძარიც კი არის გამოჩენილი და აი ამათ ფონზე, ესე იგი ეს მეხანძრის მეჩეთია თუ მეტეხის ტაძარი კი ბევრი რამე იქნება, სავარაუდოდ შესაძლოა იყოს მეჩეთიც. ნანახი, კი. შუაში, ფეხებს შორის. ის არის ოპერის შენობა. ესე გამოიყურება რა, საინტერესო. და ეს რას ნიშნავდა, რომ ესე იგი მეხანძრე არის გმირი და დამცველი, რომელიც იცავს მაგალითად კულტურულ მემკვიდრეობას და ასე შემდეგ. რაც შეეხება შემდგომ მოზაიკას, ესე იგი საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ საბჭოთა პერიოდში დიდად არ სწყალობდნენ აბსტრაქტულ მოზაიკას. ანუ აბსტრაქტული შინაარსის მოზაიკას. ეხლა რატო არ სწყალობდნენ? აბსტრაქტული შინაარსის მოზაიკის გაგება არ იყო ადვილი, ის არ იძლეოდა, ასე ვთქვათ, მკაფიო მესიჯებს, ამიტომ დიდად საბჭოთა კავშირში პოპულარული არ იყო, მაგრამ საქართველოში ამ აბსტრაქტულ მოზაიკასაც გამოუჩნდა, ასე ვთქვათ, მიმდევარი, დამფასებელი და ამის თვალსაჩინო მაგალითია ლაგუნა ვერეს მოზაიკა, რომელიც არის გაკეთებული 1978 წელს კოკა იგნატოვის მიერ.
და აქაც არის აი ესეთი ფერები და რაღაცა წყლის სიჯანსაღე და წყლის სტიქის ძალა არის გადმოცემული, რომელიც აი დიდად, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური შინაარსის მატარებელი არის. ალბათ სავარაუდოა, რომ რამოდენიმე თვეში ესპანოც აღარ ექნება დედაქალაქს თუ ის პროექტები ყველაფერი განხორციელდა, რაც არის დაანონსებული. ნამდვილად ასეა და ხო შეიძლება გადავიტანოთ ეს მოზაიკები. ანუ ეს არის ძალიან ლამაზი და დეკორატიული, ასევე ისტორიული დოკუმენტია. კი, ისტორიული დოკუმენტია და ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახლა რაც შეეხება საბჭოთა მოზაიკებს, ანუ როგორც უკვე აღვნიშნე, მათი რაოდენობა მარტო თბილისში არის 70-ზე მეტი. ეხლა ამის კონკრეტული აღრიცხვა შეუძლებელია, მაგრამ რა წყაროებიც მე მოვინიშნე, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით არის 70-ზე მეტი საშუალო. ყველას ჩვენება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მაგრამ მოდით ერთი მანამდელი, ანუ მე-19 საუკუნის განსხვავებული მოზაიკა ვნახოთ, ეს არის ეგრეთ წოდებული გოგილოს აბანო, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარს ეკუთვნის უფრო. თვითონ მოზაიკა აბანო მდებარეობს ქვევით ავლაბართან. სანამ გოგილოს აბანო იქნება, კიდევ ერთი მოზაიკა მინდა ვთქვა, ის მერე ვაჩვენოთ ეს მოზაიკა. ეს არის აი ფორმულას გვერდით შენობა, ეს არის პროფკავშირების სახლი. ფანჯრიდან სხვათა შორის აი ახლაც უკარო გავიხედავ, ახლაც ჩანს ეს მოზაიკა, ეს არის 1971 წელს გაკეთებული მოზაიკა ზურაბ-წერეთლის და ამ მოზაიკაზე არის გამოსახული, ესე იგი, ჰარმონია ადამიანებსა და ცხოველებს შორის, ანუ ყველაფერი არის ერთ სივრცეში, ძალიან ნათელი ფერებით, ბევრი მზე არის და აი იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, საბჭოთა ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას გამოსახავს და ჰარმონიას, რომელიც მას შეიძლება ქონდეს. ერთი მოზაიკა მაინტერესებს თუ იქნება ამ სცენაში, მაგრამ ალბათ იქნება. ბევრი მოზაიკა არ არის პრაქტიკულად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრია ამის საშუალებას და ამიტომ მაქსიმალურად ცოტა მოზაიკა არის. და მე მინდა კიდევ ერთი, თუმცა შეიძლება და სხვა მოზაიკის ჩვენება, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოვიფარგლოთ იმით, რაც მაქვს წამოღებული და აქაც ამ მოზაიკასაც არ ვიცი რა ბედიელის და რა კარგად არის შენარჩუნებული. აი თქვენ ხედავთ, როგორც თორაზეც საუბრობთ. კი ბატონო. და არის აი ნამდვილად იმ პერიოდში აი ტყუილად არ არჩევდნენ კომუნისტები და საბჭოთა პერიოდის მთავრობა იმას, რომ ნამდვილად ასეთ ტიპის მოზაიკებს ქონდა გავლენა, რასაკვირველია და შეეძლო რაღაცა როლი შეესრულებინა. ეხლა როგორც გითხარით, მოდით ვნახოთ გოგილოს აბანო. აბანო, ეს არის ავლაბრის წინ, ავლაბარში, აი მე შერატონის წინ, აი ესეთი სამი ესეთი ბრწყინვალე რაღაცა დგას. თვითონ აბანო ქვევით ისეთ მდგომარეობაშია იქ პრაქტიკულად არაფერი არ არსებობს, გაპარტახებულია, მაგრამ ეს სამი, ასე ვთქვათ, კომპოზიცია არის შემორჩენილი. კი ბატონო, აი შერატონის წირო Golden Tulip-ია სასწავლი, იქიდან არის ჩამოსასვლელი. უბრალოდ ჩამოსასვლელი და მთლიანად მდგომარეობა არის აბსოლუტურად გაპარტახებული. თან ბევრი ჩვენი მეგობარი ცხოველები არიან და იქაც ცოტა ჩასვლაც კი ცოტათი სახიფათოა. აი რამდენიმე დღის წინ გადავიღე ეს ვიდეო, აი პირდაპირ 300 არაგველების მონუმენტის პირდაპირ არის განთავსებული. და საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული სხვათა შორის. ეხლა კი ვეძახით გოგილოს აბანოს და სულ არსებობს კითხვები, მაგალითად, ვის ეკუთვნოდა ეს აბანო და ვინ იყო ეს გოგილო, მაგრამ აი კონკრეტულად რაიმე ისტორიული ფაქტი ამ ადამიანის ბიოგრაფიის შესახებ არაფერი არ ვიცით. საერთოდ აბანოების მოზაიკა ეს კიდე ცალკე თემაა და ეს მეტი აბანო ამ შემთხვევაში არ წამომიღია. ნუ ეს სხვა გადაცემაში შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ და საერთოდ რაც შეეხება ამ აბანოს ძალიან ბევრ გვართან არის დაკავშირებული, მაგალითად ბებუთოების გვართან, მირზოების გვართან, მაგრამ კონკრეტულად აი ამ გოგილოზე ინფორმაცია არ აქვს. აი ამ აბანოების ნახვაც შეგვიძლია ძალიან მარტივად
და დათვალიერება. მე ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული საერთოდ ქვეყნის მასშტაბით, სადაც კი მივდივარ, ყველგან ვცდილობ გადავიღო ეს შენი სატელეფონო გალერეა ცალკე საარქივო ცალკე საარქივო თემებია ამ მიმართულებით. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ვისაუბრეთ თქვათ იქ ანტიკური პერიოდის აბანოე მოზაიკაზე, კიდე საბჭოთა მოზაიკაზე, მაგრამ თანამედროვეობაშიც მოზაიკა აქტიურად არის გამოყენებული. ეხლა ვერ ვიტყვი აქტიურად, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო მოზაიკის შესახებ მინდა გიამბოთ, ეს არის ბათუმის პიაცა. ბათუმის პიაცა გავიხსენოთ. აბაჩო, თუ გაიხსენებთ. აი, პირდაპირ გამოჩნდა ძალიან კარგი ფოტო. ეს არის თვითონ რაც შეეხება მოედანს ცენტრში ბათუმის პიაცაზე. პიაცა თვითონ არის 2009 წელს შექმნილი მოედანი არის, აი ვენეციური პიაცების კონცეფციით არის გაკეთებული, რაღაცა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია პირადად ჩემთვის და მოზაიკას რაც შეეხება, ეს მოზაიკა არის მარმარილოს მოზაიკა და ითვლება რომ ევროპაში აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეკორატიული მოზაიკა არის და მისი ფართობი არის 106 კვადრატული მეტრი და პირდაპირ აი ესე დგას მოედანს და სხვათა შორის უცხოელი სტუმრები ამ მოედანს ეძახიან მოზაიკის მოედანს. ერთად დავაზუსტებ, ეს თლიანი სივრცე, აი ეს მრგვალი, ეს არის მოზაიკა. ეს არის რამდენი კვადრატული? 106. 106 კვადრატი, ძალიან დიდია, კი ბატონო. და ვეძახით მოზაიკის მოედანს. მაგათად არ არსებობს სტუმარი, რომელიც ჩამოდის საქართველოში და ჩადის ბათუმში, ყველა ტურისტულ პროგრამაში არის მოცემული ეს მოზაიკა და მე აქედან გულგრილა წამოსული ადამიანი არ მახსოვს. ეხლა რამდენიმე პარამეტრები და მონაცემები მინდა გითხრათ. 2009 წელს გაკეთდა თვითონ მოედანი და 2010 წელს კიდევ ეს მოზაიკა და დეკორატორი, ანუ დიზაინერი არის ქართველი შვეიცარიელი ნატალია დე პიტა ამირეჯიბი, რომელსაც ეკუთვნის ეს დიზაინი და თვითონ მოზაიკა დამზადდა აბუ-დაბიში. იქიდან ჩამოიტანეს ესე ფრაგმენტებად და მისი აწყობა მოხდა 10 დღეში. თვითონ ეს ამირეჯიბი ხელმძღვანელობდა ამის აწყობას. ეხლა რით არის მე მონაცემები რომ ნახე რიცხვითი ძალიან გამიკვირდა, მაგალითად ეს მასალა არის დაჭრილი 1 კვადრატულ სანტიმეტრის ფართობის კენჭებად, ანუ მარმარილოს ქვებად. მარმარილოა არ შეგვეშალოს სხვა ხალხში. ამას ხო რამდენჯერმე გავუსახავს და ეს მნიშვნელობას მატებს. რა თქმა უნდა, კი, მარმარილო ეს ხო არ არის ისეთი ქვა რომელიც ესე მასობრივად შეიძლება გაკეთდეს. ერთია რომ მასობრივად და მეორეა საინტერესო სამუშაოდაც ალბათ რა. კი ბატონო და ნახეთ ახლა მე მინდა ვთქვა რაოდენობა კენჭების 88,244,735 პატარა ფილა არის გამოყენებული. კი, აუცილებლად აი რიცხვები ყველა ინფორმაციას უფრო ნათელს და თვალსაჩინოს ხდის. საოცრად და ნუ რა თქმა უნდა კონცეფცია არის შედევრია. კი ბატონო. და ვინაიდან ზღვის სტიქია არის და ზღვის ქალღმერთებია გადმოცემული სხვადასხვა ფერებში, ამ მოზაიკისთვის მარმარილო 15 სხვადასხვა ქვეყნიდან არის შეგროვებული. და ისე არის შეკრული ძალიან შთამბეჭდავი მოზაიკა არის, მე არაერთი ფოტო მაქვს, უბრალოდ ჩემი ფოტო არ წამომიღია და ასეთი მნიშვნელოვანი მოზაიკა გვაქვს ზღვის